მოგესალმებით. 2020 წელს მაღალი ძაბვის ანძების დადგმასთან დაკავშირებით მოეწყო ქვემო ქართლში არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ბატონი ბიძინა მურვანიძე ხელმძღვანელობდა და დღესაც ის არის ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი და 2020 წელს ჩვენ მეორე ქესალოს სიახლოვეს ნახეთ მტკვრის ქარაფის პირას ძეგლი, რომელიც სისტემატურად ინგრეოდა და იმთავითვე ჩანდა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი და ჩანდა იმის გამო, რომ აი ამ მტკვრის ქარაფის პირის ჭრილზე დაახლოებით 55 მეტრის სიგრძეზე შემორჩენილი იყო კრამიტყრილების ფენა და აგრეთვე ალიზის აგურების ნაშთები. ამ ადგილის დათვალიერებისას გაირკვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რომელიღაც ჯგუფს მტკვარში გადაუგდიათ, ამ ნაპირიდან გადაუგდიათ ერთი ორნამენტირებული ქვა. ჩანდა, რომ ეს ქვა იყო სტელის ბაზის ნაწილი. შემდგომში ჩვენ ეს ქვა ამოვიღეთ მტკვრის ერთ-ერთ ტოტში იყო ჩავარდნილი საკმაოდ დიდი წვალები და გადავიტანეთ იგი არმაზის ბაზაზე. ძეგლი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეძია როგორმე თანხები და აი 2023 წელს რუსთაველის ფონდის ფონდში გამარჯვებული კონკურსში გამარჯვებული პროექტით მოხდა ექსპედიციის დაფინანსება. ორჯერ ჩატარდა ამ ძეგლზე ექსპედიცია 2023-ში და 2024 წელს. ეს არის ის ქარაფისპირა ნაწილი, სადაც 2023 წელს გამოვლინდა ერთ-ერთი დიდი დარბაზი, რომელიც გადახურული ყოფილა ღარიანი და ბრტყელი კრამიტებით. ჩანდა, რომ იგი ხანძარში იყო მოხვედრილი. ამასთან ერთად 2020 წელს ადგილობრივმა მოსახლეებმა, ვინმე ელშან მუსტაფაევმა გადმოგვცა აქედან აქ მოპოვებული სტელის ორნამენტული ფრაგმენტები, რომელიც როგორც ჩანს იმ მტკვარში გადაგდებული სტელის ნაწილს წარმოადგენდა. 2003 წლის გათხრებს განახებს ჯერჯერობით ეს მაშინ გაკეთდა სამი დიდი თხრილი, სამი მეტნაკლებად სხვადასხვა ზომის თხრილი მოკლედ. ეს არის მეორე თხრილი, სადაც გამოვლინდა ალიზის აგურები და აი ეს უკვე მესამე თხრილია. ამ ადგილას მდგარა თავის დროზე აი ეს სტელის ბაზა, რომელიც მტკვარში გადაუგდიათ და ამ ადგილის მოსინჯვისას ჩვენ შეხვდა სტელის სხვა ორნამენტირებული ფრაგმენტები და შემდგომში განახებთ უკვე რასთან იყო დაკავშირებული ეს ადგილი. აი ეს სტელა უკვე გაწმენდილი ამოღებული მტკვრის ნაპირიდან და ამჟამად იგი არმაზის ბაზაზე არის შენახული. ეს არის 2023 წლის გათხრები, პირველი თხრილი, მეორე თხრილი და მესამე თხრილი. ეს მესამე თხრილი, ამ მესამე თხრილის ადგილას ყოფილა მდგარა სწორედ ის ბაზა და აქვე აღმოჩნდა სხვა დანარჩენი ორნამენტული ნატეხები აი სტელისა. აქ თქვენ ხედავთ სასწრაფო თხრილებს, ანუ ჩვენ გვინდოდა ძეგლის გავრცელების არეალის დადგენა, დაახლოებით 30-35 მეტრი არის ქარაფის პირიდან აი ამ თხრილამდე და აქაც აღმოჩნდა დამწვარი ალიზის აგურები და კრამიტები.
შემდგომში გაირკვა, რომ სწორედ აი ამ ადგილას უნდა იყოს იმ დიდი კომპლექსის ცენტრი, რომელსაც ჩვენ დავადეკით. და ისიც აღსანიშნავია, რომ აი ამ ანძის ადგილას, როდესაც 2020 წელს გაკეთდა თხრილი, თითქოს არაფერი არ ჩანდა. მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების დროს ნახეთ აი ამ ჭრილში კულტურული ფენა. და აქვე აღნიშნავ იმას, რომ აი ამ ანძის უკან არის ხეხილის ბაღი გაშენებული, მისი სიგრძე დაახლოებით 200 მეტრია, იგი დაახლოებით 9 მეტრით არის შემაღლებული აი ამ ფართობიდან და ამ ადგილასაც ჩნდებოდა ისეთივე ფორმის კრამიტები, როგორც არის აღმოჩენილი აი ამ თხრილებში და როგორც ჩანს, აქაც რაღაც მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა, რომელიც აი ამ კომპლექსთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. 2023 წელსვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს უნდა იყოს სასახლე, რომლის ცენტრი ამ ქარაფის პირიდან დაახლოებით 30-35 მეტრ მანძილზე უნდა არსებულიყო. აი ეს ტერიტორია მისი ცენტრი და რაც შეეხება აი ამ კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილს, მისი საკმაოდ მოზრდილი ნაწილი მტკვარში არის ჩაქცეული და სამუდამოდ დაკარგული. ეს უკვე არის გასული წლის გათხრები. ჩვენ 2023 წელს, როდესაც გავთხარეთ ნაგებობა, მე დარბაზებად დავნომრეთ, დარბაზი ნომერი პირველი, მის დასავლეთით გამოვლინდა უკვე მეორე დარბაზი, რომლის სიგრძე არის 12.5 მეტრი. დარბაზი სრულად არ არის გათხრილი, სიგანეში მხოლოდ რამდენიმე მეტრია შესწავლილი და აღმოჩნდა, რომ ეს დარბაზი პირველ დარბაზთან დაკავშირებული არის საერთო კედელში არსებული აი ამ გასასვლელით. დახურული ყოფილა ისიც ისევე როგორც პირველი დარბაზი, ღარიანი და ბრტყელი კრამიტებით. ხანძარშია მოყოლილი ეს დარბაზი, ეს არის სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული ფოტოები ამ დარბაზისა. დარბაზს ჩრდილო-აღმოსავლეთი მხრიდან ესაზღვრებოდა ერთი დერეფანი, აი ამ დერეფანზეა ლაპარაკი, რომელიც აშკარად სხვა დარბაზთან იყო დაკავშირებული და ის დარბაზი სამუდამოდ არის უკვე ჩვენთვის დაკარგული. იგივე დარბაზია, აი ეს არის პირველი 2023 წელს გათხრილი დარბაზი და ეს არის უკვე მეორე დარბაზი. ეს არის დერეფანი, რომელიც აბსოლუტურად სხვა დარბაზთან იყო დაკავშირებული, არა პირველთან, არა მეორესთან და ის როგორც გითხარით, სამუდამოდ არის დაკარგული. აი ამ კრამიტყრილის აღების შემდგომ გამოიკეთა თიხატკეპნილი იატაკი და მასზე კარგად მოჩანს აი ხანძრის ყვალი, ხანძარი საკმაოდ ძლიერი ყოფილა ამ ძეგლზე. მეორე დარბაზმა მოხდა ძალიან საინტერესო ერთი პოდიუმია ესა, თიხით ნალესი, მისი სიმაღლე 12-14 სანტიმეტრია. მოკლედ ერთი გვერდის სიგრძე არის 180 სანტიმეტრი, მეორე 100 სანტიმეტრზეა გამოვლენილი და როგორც წესი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტები ექსპედიციის ბოლოს ვლინდება ხოლმე და სულ 2-3 დღე იყო დარჩენილი ექსპედიციის დამთავრებამდე, როცა აი ეს დეტალი იქნა გამოვლენილი და სამწუხაროდ ჩვენ აღარ ქონდა იმის დრო და საშუალება სახსრები, რომ მთლიანად გაგვეთხარა ეს მეორე ნაგებობა. სხვადასხვა რაკურსით არის ეს გადაღებული ეს პოდიუმი და ამ პოდიუმზე კარგად შეინიშნება ცეცხლის ხანგრძლივი დანთების კვალი. მას ნამდვილად არ აქვს არავითარი კონსტრუქციული დანიშნულება და შემდგომში კიდევ ხო, აი ეს სულ სხვა ძეგლიდან არის პოდიუმია ესეც. ეს არის დედოფლის მინდვრის
მინდვრიდან აღებული ეს მინდვრის ფოტოა საოცავის მოკლედ საოცავის ცენტრი ეს განახეთ იმიტომ რომ შემდგომში შეიძლება რაღაცა ამაზე ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ ერთ-ერთში იმეორებს დედოფლის მინდვრის აი ეს ცეცხლის საკურთხეველი და აი ეს პოდიუმი ერთმანეთს ხო აი ამ დარბაზს სადაც ეს პოდიუმი იქნა აღმოჩენილი სამხრეთიდან ესაზღვრება კიდევ ერთი კრამიტყრილი სამწუხაროდ ჩვენ ვეღარ მოვახერხეთ მისი ბოლომდე შესწავლა და სამომავლოდ იქნა გადადებული აი ამ კრამიტყრილის ქვეშ არსებული სივრცის შესწავლა ეს უკვე გახლავთ ნომერი 3 დარბაზი რომელიც როგორც ჩანს არ ყოფილა კრამიტით დახურული, იგი სამხრეთიდან ესაზღვრება პირველ-მეორე დარბაზს, მისი დიდი ნაწილიც აი აქ კარგად ჩანს, ჩაქცეული არის ქარაფში, აი აქაც შესანიშნავად ჩანს ეს როგორ არის ეს დანგრეული და აქ არ აღმოჩენილა შორის კრამიტის არც ერთი ნატეხი როგორც ჩანს მისი ხო ის კრამიტით არ ყოფილა დახურული. ძალიან საინტერესო გამოდგა განაცხარი ფართობის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გამოვლენილი ნომერი 4 დარბაზი, რომელიც ფართობითაც ძალიან დიდი დარბაზი უნდა ყოფილიყო. მისი ერთი სიგრძე არის 14.5 მეტრი. იგი საერთო კედლით არის გამიჯნული მესამე დარბაზიდან და აქ თვალნათლივ შეინიშნება აი ცეცხლის კვალი. საინტერესოა, ხო, მე გამომწია, მე თქვა რომ მეორე დარბაზის კედლები არის მოლესილი და ნალესობის კვალი აქაც ძალიან კარგად ჩანს. აი ამ ფოტოზე არის შესანიშნავად შემორჩენილი, ну მეტნაკლებად რა თქმა უნდა, შემორჩენილი ამ ნალესობის კვალი. დარბაზში რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა ალიზის აგურები. უბრალოდ უკვე გამომწვარი აგურები და აქვე აღმოჩნდა კედლების გაყოლებით ძელები, ფრაგმენტები, რომელზედაც უნდა მდგარიყო, რა თქმა უნდა, გადახურვა და აქვე აღმოჩნდა დარბაზის მთელ ფართობზე ძელების კოჭების ფრაგმენტები, რომელიც გადახურვის კოჭები უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, და მათი სიგრძე 7 მეტრს აღწევდა. რაც შეეხება აი ამ გროვებს, თავდაპირველად ჩვენ გვეგონა რომ აი ეს გროვები იყო კედლის ნაწილი ამ დროს ის არის გამომწვარი და შემდგომად დაკვირვებამ ცხადყო რომ ეს როცა ნედლია ის ალიზი კი არ არის, ეს არის თავიდანვე გამომწვარი აგური, რომელზეც უნდა ყოფილიყო აშენებული სვეტები და რომელზეც იყო დაყრდნობილი აი ეს კოჭები, იმიტომ რომ 7 მეტრის სიგრძის კოჭებს ბუნებრივია საყრდენები აუცილებლად ჭირდება, სხვა შემთხვევაში იგი ჩატყდებოდა და როგორც ჩანს აი ამ დიდ დარბაზს ჰქონდა ინტერიერში სვეტები აღმართული, რომელზეც ის კოჭები უნდა ყოფილიყო გადებული. ეს სამხრეთი კედელია აი ამ დარბაზის და სამხრეთი კედლის შემდეგ გადანაქცევში მოგვიანებით უკვე ძალიან გვიან გაუმართავთ ორმოსამარხი. ხო, მე გამომრჩა, მე თქვა რომ 2023 წელს პირველი დარბაზის ერთ-ერთ კედელში ჩვენ გავთხარეთ მე-12-მე-13 საუკუნეების ასეთივე ორმოსამარხი. საბედნიეროდ მას ჰქონდა ინვენტარი, ეს ინვენტარი გახდათ მძივები, რომლებიც ძალიან კარგად დათარიღდა მე-12-მე-13 საუკუნეებით. რაც ნიშნავს იმას, რომ მე-12-მე-13 საუკუნეებისათვის
საზოგადოებაში უკვე მის მეხსიარებაში სრულიად წაშლილია ის, რომ აქ ოდესმე რაღაცა მდგარა, რაღაც ნაგებობები, სასახლე მდგარა და ის უკვე გამოყენებული იყო მათ სამაროვნად. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აქ ესეთი მჭიდრო და ბევრი სამარხებია გამართული. შემდეგ ხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეოთხე დარბაზმა რა მასალა მოგცა. ეს იყო მასალის მიხედვით ყველაზე უფრო დატვირთული დარბაზი. აქ ჩვენ შეხვდა გროვები დამსხვრეული სტელების. აი ცოტა ზემოთავალ და აი აქ გაჩვენებთ. ერთი გროვა არის ჩრდილოეთ კედელთან, მეორე გროვა არის დასავლეთი კედლის სიახლოვეს და მესამე გროვა უნდა ყოფილიყო, აი ის აქ უნდა ყოფილიყო იმ ადგილზე, აი სწორედ აქედან იყო გადაგდებული, როცა თავიდან ვახსენე მე რომ სტელის ბაზა აქვს თქო გადაგდებული მტკვარში. სწორედ ამ ადგილას უნდა მდგარიყო და ამ ადგილას 2020 წელსაც, 2023 წელსაც და 2024 წელსაც ჩვენ ავკრიფეთ უკვე სტელის ორნამენტული ფრაგმენტები. ასე რომ ამ დარბაზში 3 სტელა იქნა დაფიქსირებული, ერთი აქ, მეორე აქ და მესამე აქ. ახლა თუ გავითვალისწინებთ ამ რაღაცა ისეთ განლაგებას, უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლოა დარბაზში მეოთხე სტელაც უნდა მდგარიყო და დაახლოებით ამ ადგილას ალბათ, სამწუხაროდ ეს ადგილი მთლიანად ჩაშლილია მასში მტკვრის პირას და სამუდამოდ არის ჩვენთვის დაკარგული. ასე რომ ამ დარბაზს ჩვენ უწოდეთ სტელებიანი დარბაზი. ძალიან საინტერესოა ის გარემოება, რომ როგორც წესი სტელებს საერთოდ ღია სივრცეში დგავენ, მაგრამ ეს დარბაზი იყო გადახურული, თუმცა არა კრამიტით, იმიტომ რომ კრამიტის სულ ორი პატარა ნატეხი იქნა აღმოჩენილი ამხელა დარბაზში. არა და დარბაზი ნამდვილად გადახურული იყო, იმიტომ რომ კოჭების მთელი სისტემები დაფიქსირდა აქ და ძელების. როგორც ჩანს, ეს გადახურვა უნდა ყოფილიყო ან სუბუქი ბანით, ან ჩალით, ან არ ვიცი, ყავრით თუ რითი, მაგრამ არა მით, რა ქვია, კრამიტით. ხო, ეს იგივე დარბაზია, აი აქ არის ეს სტელის ერთი გროვა, სტელის მეორე გროვა და მესამე გროვა, როგორც მოგახსენეთ, აი აქ უნდა ყოფილიყო. შემდეგ, აი აქ კარგად ჩანს აი ეს გროვა, დაახლოებით 2.5 მეტრის დიამეტრის არის ეს გროვა. აქ აიკრიფა მთელი ეს ამ სტელის ნატეხები. როგორც ჩანს, ეს სტელა აი ამ ხანძრის და აი ამ კატასტროფის შედეგად არის დამსხვრეული. უფრო მეტად როგორც ჩანს ხანძრის შედეგად და ძალიან საინტერესოა, რომ ამ გროვის აკრეფის შემდეგ, ამ გროვაში კი იყო ის არაერთი ორნამენტული და გნებავთ არაორნამენტული ნატეხებიც. ამ გროვის გასუფთავების აღების შემდეგ აქ მის ცენტრში გამოვლინდა აი ეს 4 კუთხა 90-90-ზეა განსხვავებული ფერის ლაქა, როგორც ჩანს, ამ სტელას უნდა ქონოდა 4 კუთხა მოყვანილობის ბაზა. ხო, ამ სტელასთან ახლოს აღმოჩნდა აი ეს ხის კონსტრუქციის ნატეხი, რომელიც არის ამოჭრილი ნახევარწრიულად და გასაგებია, რომ იგი კოჭის ჩასადები დეტალი უნდა ყოფილიყო. აი ეს არის ერთ-ერთი დასავლეთ კედელთან არსებული სტელის გროვა, აქაც ჩანს აი თუმცა აი ამ სტელის ბევრი ნატეხი უფრო გაუთხრებ ფართობში უნდა არსებობდეს. ხო, ეს უკვე დროინდ გადაღებული განათხარი ფართობია, 48 მეტრს მიაღწია ამ სამივე 2023 წელს
სამი თხრილი რომ გავაკეთეთ 2024-ში გაერთიანდა ეს თხრილები და მათმა სიგრძემ თხრილის საერთო სიგრძემ 48 მეტრს მიაღწია და ჩრდილოეთით ამ დარბაზის რა ქვია სასახლის ნაშთები კვლავ გრძელდება დაახლოებით 6-7 მეტრზე მაინც შემდეგ ნახოთ აი ეს ჭრილის ჩანახატი როგორც ჩანდა ეს 2023 და 24 წლებში ეს უკვე არის გრაფიკული ჩანახატი აი ეს საკურთხეველი ჩვენი აზრით პირველი დარბაზი 2023 წელს გათხრილი აი განსხვავებული ფერით უფრო მუქი ფერით არის 2023 წელს გათხრილი ნაგებობა და უფრო ყვითელი ფერით არის 2024 წელს შესწავლილი ფართობი ნომერი მეორე ნაგებობა ნომერი 3 ნაგებობა და ნომერი 4 სტელებიანი დარბაზი ეს არის სტელის ერთი გროვა, სტელის მეორე გროვა და მესამე გროვა, როგორც მოგახსენებთ, აი აქ უნდა გარიყო. აი აქ არის 2023 წელს გათხრილი მე-12-13 საუკუნეების სამარხი, რისი მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მე-12-13 საუკუნეში აღარ არსებობდა, რა ქვია, აღარ იყო საზოგადოების იმაში გონებაში შემონახული აი ამ კომპლექსის არსებობა. ეს გრაფიკული ჩანახატია აი კრამიტყრილიანი ნაგებობებისა, იგივე ნაგებობების, რა თქმა უნდა, ეს არის უკვე კრამიტყრილის აღების შემდგომი სურათი. ესეც მეოთხე სტელებიანი ნაგებობა, რომელიც როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. მისი ორი კედელი არის ბოლომდე გაწმენდილი, მისი აღმოსავლეთი კედელი აღარ არის შემორჩენილი, ქარაფშია ჩაქცეული და ეს კი არის დასავლეთი კედელი, მხოლოდ ნაწილი, აი ეს ნაწილი იქნა შესწავლილი და ეს კედელი მოდის აი 14-9 მეტრ სიგრძეზე და ვიცი თუ იქნება მაგის საშუალება და ვიშოვით თანხებს იქნებ კი არა აუცილებლად იქნება დამთავრებული როგორც მეორე ისე მეოთხე ნაგებობები. ეს კი არის ის მასალა, რომელიც გათხრების დროს არის აღმოჩენილი. ორიოდეს სიტყვით მე მინდა სასახლის შენებლობაზე თუ თავს არ შეგაწყენთ ძალიან სასახლის შენებლობასთან დაკავშირებით მოგახსენოთ. სასახლე ნაგებია, როგორც თქვენ ხედავთ, მთლიანად არის ალიზით აგებული. ალიზის აგურები არის სტანდარტულად ორი ზომის, ეს არის 40-40-12-ზე და 40-20-12-ზე. კედლების სისქე არის 150 სანტიმეტრიდან 160 სანტიმეტრამდე. გადახურულია როგორც ნახეთ, ბრტყელი და ღარიანი კრამიტებით. კრამიტებს საერთოდ არ ეტყობა არც ერთ შეღების კვალი, რომელიც ძალიან დამახასიათებელია ხოლმე ადრეული შუა საუკუნეების კრამიტებისათვის, მაგრამ ზოგიერთ კრამიტზე შეიმჩნევა კრამიტის კიდეებზე ნაჭდევი ორნამენტი, ეს ბრტყელ კრამიტებზეა საუბარი. ხო, კედლების გაყოლებით არის დაფიქსირებული ძელების ნაშთები, ხოლო მეოთხე ნაგებობაში გადახურის კოჭების ნაშთებია, როგორც თქვენ ნახეთ უკვე. აი ეს ღარიანი და ბრტყელი კრამიტები ძალიან დამახასიათებელი ადრეული შუა საუკუნეებისათვის. შემდეგ ეს არის ნალესობის კვალის წნელის ანაბეჭდებით. ხო, და რა თავარია, ეს ნაგებობა, ეს კომპლექსი არის ერთიანად აგებული. ამაზე მეტყველებს როგორც ის სტანდარტული მონაცემები ალიზის აგურებისა, გარდა ამისა ჩვენ ნახეთ რომ კედლები ერთმანეთზე არის აბსოლუტურად ყველა გადაბმული, ერთმანეთის გაგრძელება საერთო კედლები ყოფს ამ იმას დარბაზებს ერთმანეთისაგან. ასე რომ
ეს არის რაღაც ერთიანი გეგმით, ერთიანი პროექტით აშენებული და ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი ძალისხმევა არის მის მშენებლობაში ჩადებული. ხო, მე მინდა აი ამაზე მივაქციო თქვენი ყურადღება. ეს არ არის დანა, ეს არის ღერა კირკინის, რომელიც აღმოჩნდა მეორე სტელასთან, მეორე სტელის გროვასთან. ასეთი ღერაკით ხდებოდა სტელის ბაზისა და სვეტის მიმაგრება, ან სტელის სვეტისა და კაპიტელის ერთმანეთთან დაკავშირება. რა ქვემოთ რკინის ეს კი ჩვეულებრივი დანებია. ეხლა სასახლის მასშტაბები და ამ სტელებზე და მის იმაზე კიდევ ვისაუბრებთ. ხო, სასახლის ჯერჯერობით მცირე ნაწილია გათხრილი, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ მისი ნაშთები ჩანს ქარაფის ჭრელში დაახლოებით 55 მეტრის სიგრძეზე და ქარაფიდან დაახლოებით 30-35 მეტრით დასავლეთით კიდევ არის აღმოჩენილი აი ამ დარბაზის სასახლის ნაშთები, მაშინ დარბაზი დაახლოებით სულ მცირე, თუ მეტი არა, სულ მცირე, დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო, რაც იმდროინდელი მასშტაბებით საკმაოდ ესეთი შთამბეჭდავი მასშტაბია. ახლა იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით მოგეხსენება თქვენ ქართლში ძველი ქართული ტოპონიმები საერთოდ დიდი ხანია უკვე დაკარგულია. ამ ხრივ არც წერილობით წყაროები და არც რუკები არ იძლევა რაღაც ისეთ ხელმოსაჩით მასალებს, ამიტომ იდენტიფიკაციის საკითხი რა ტოპონიმთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს კომპლექსი ძალიან ძნელი სათქმელია. თარიღთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ თუ არ ჩავთვლით სტელების გარდა და კრამიტების გარდა ძალიან ცოტა მასალა გვაქვს შემორჩენილი. ერთადერთი დამთარიღებელი შეიძლება იყოს კრამიტები, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეების ადრეულ ეტაპს უნდა მიეკუთვნოს და რაც შეეხება აი ამ სტელებს, რომელთა ორნამენტული ნაწილის მხოლოდ გარკვეულ მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრია. ეს ორნამენტები ძალიან ახლოს დგას მე-5 საუკუნის მეორე ნახევრით გნებავთ მიწურულისა და მე-6 საუკუნით დათარიღებული სტელების ორნამენტთან, განსაკუთრებით ხედულობაში გვაქვს ჩვენ ეს მცენარეული ორნამენტი. ასე რომ ხო, ამ პარალელური მასალის მოძიებაში ჩვენ დაგვეხმარა ბატონი გიორგი გაგოშიძე, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ. მთელი ეს მასალა შეიძლება დათარიღდეს სტელების მასალა მე-5 საუკუნის მიწურულითა და მე-6 საუკუნის. პარალელები არის მაგალითად ბოლნისის სიონის სანათლავის კაპიტელებზე წარმოდგენილი მცენარეული მოტივები, რომლებიც ასე მე-5 საუკუნის მიწურულითა და მე-6 საუკუნით თარიღდება. დამბლტის წყლის ხეობაში აღმოჩენილი ეკლესიასთან არსებული სტელის შემკულობა, რომელიც მე-6 საუკუნეს მიეკუთვნება. შემდეგ კაზრეთის სტელა, რომელზედაც წარმოდგენილია სწორედ აი ასეთი მცენარეული ორნამენტით არის მთლიანად შემკული, მე-6 საუკუნით თარიღდება ის. შემდეგ ბუჩურაშენის ეკლესიაში ჩართული სტელის ორნამენტული ნიმუშები და აი ყველა ეს მხოლოდ მე-5 საუკუნის მიწურულსა და მე-6 საუკუნეზე მიგვითითებს. ეს არის მეორე სტელიდან მომდინარე ნიმუშები. აი აქ თქვენ ხედავთ ერთ პატარა ნატეხს, რომელიც ჯვრის მკლავი უნდა იყოს კი ნამდვილად არის. ხო, აი ეს მეორე სტელის დასავლეთ კედელთან არსებული სტელიდან მომდინარე
ნატეხებია, ესეც ხედავთ, რომ ცეცხლშია მოხვედრილი. ხო, ეს კი კაზეთის სტელა, რომელზეც წარმოდგენილია ისეთივე მცენარეული ორნამენტი, ფაქტობრივად ზუსტად ისეთივე მცენარეული ორნამენტი, როგორც აი ამ ნატეხებზე გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი, ეს ბუჩურაშენის ეკლესიის აი სტელის ფრაგმენტია, რომელიც თვითონ მასში იყო ჩატანებული ეკლესიაში და აი ეს მცენარეული ორნამენტი ძალიან წააგავს სწორედ აი ამ ორნამენტებს. ეს არის ხო მოგეხსენებათ დრონით გადაღებული ფოტო და აი აქ არის განათხარი ფართობი სასახლის ცენტრი. აი აქ უნდა ყოფილიყო ცენტრალური ნაწილი, ეს უფრო შედარებით ამაღლებული ნაწილია. თავის დროზე 2020 წელს, როდესაც აქ დაიდო თხრილი, ამ თხრილში ფაქტობრივად ვერაფერი ვერ გამოვლინდა და აი აქ კი, სადაც ახლა აი ხეხილის ბაღია გაშენებული, აქ კი როგორც მოგახსენეთ, ამოდის ისეთივე მასალა კრამიტების სახით, როგორც realmente აი აქ არის მოპოვებული. შესაძლოა კი არა და ნამდვილად ასე უნდა იყოს, რომ აქ არსებობს რაღაცა დასახლება, რომელიც დაკავშირებული იყო ამ სასახლესთან და ნუ მას უნდა ემსახურებოდეს როგორც ჩანს. ხო, შემდგომში რა თქმა უნდა მოხდა აი ამ განათხარი ფართობის ასე დაფარება პოლიეთილენის მებით და მერე შეივსო ეს განათხარი ფართობი. ეხლა თარიღთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ ეს უნდა სასახლე ფუნქციონირებს მე-5 საუკუნის მეორე ნახევარი, მე-6 საუკუნე აქ შეიძლება არც იყოს არაფერი საკამათო, კი არა და ნამდვილად არ არის საკამათო, მაგრამ არ გამოვრიცხავთ ჩვენ იმას, რომ სასახლე აშენებული ყოფილიყო გაცილებით უფრო ადრე, შესაძლოა გვიანანტიკურ ხანის მოგვიანო პერიოდში. ალბათ, შესაძლოა. თუმცა ამის ასეთი პირდაპირ დამადასტურებელი ისინი არ გვაქვს. ეხლა როდის განადგურდა სასახლე? ჩვენ ქრონოში ამას წინათ გასულ წელს გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც ჯერჯერობით მაშინ მაინც არ ქონდა ბევრი მასალა მოპოვებული და სასახლის განადგურების თარიღად მივიჩნეთ დაახლოებით 852-54 წლები, როცა ეს არის ბუღათურქის შემოსევა, ან 914 წელი და ჩავთვალოთ, რომ შესაძლოა ილმაზლოს ნასახლართან ერთად აი ესეც ასე განადგურებულიყო. ვფიქრობთ ეს თარიღები ამოსაღებია, როგორც ჩანს სასახლე ნადგურდება მე-6 საუკუნეშივე, იმიტომ რომ შემდგომა გათხრება ცხადო, რომ მე-6 საუკუნის შემდგომი მასალები აქ არ გვაქვს და ორიოდე სიტყვით თუ მაქვს კიდევ დრო რა იყო სასახლის განადგურების მიზეზი. სასახლე არის გადამწვარი საშინლად, როგორც ჩანს ამ კატასტროფის წინ სასახლე გაუცლიათ მთლიანად, იმიტომ რომ არ გვაქვს თითქმის არც ერთი ნატეხი არ გვაქვს, ძალიან წვრილი ნატეხები გვაქვს, პატარა არტეფაქტები თიხის თუ მინის და ნუ გასაგები მიზეზების გამო სტელები არის დატოვებული. მე წერან განახეთ თქვენ იქ პოდიუმი, რომელიც მეორე დარბაზში გამოვლინდა და იქვე განახეთ თქვენ გაცილებით ადრეული პერიოდის დედოფლის მინდვრის აი ტაძრის ერთ-ერთი ცეცხლის საკურთხეველი. შესაძლოა ეს სასახლე რომ ეკუთვნოდა ერთ-ერთ უმაღლეს პირს ქვემო ქართლის გამგებელს, ეს იქნებოდა პიტიახშის სწორი თუ დიდაზნაური თუ ერისთავი თუ ვინ არ ვიცით, მაგრამ რომ მართველი წრის წარმომადგენლის იყო ეს სასახლე გასაგებია. ის რომ მე-5-6 საუკუნეებში განსაკუთრებით კი 522 წლის შემდეგ, როდესაც ირანელები იპყრობენ ბოლომდე ქართლს და სხვა ყველაფერთან ერთად იმ ხალხთან ერთად მოითხოვენ მაზდეანობის მიღებას ქართველებისგან და ქრისტიანობის დაგმობას, ეს ამის სურათები აღწერილი არის არაერთია, ეხლა არ გვაქვს დრო რომ ამას გავყვეთ, თორემ შეგვიძლია
მოვიყვანოთ ქართლის ცხოვრებიდან არაერთი ნიმუში, თუნდაც ვარსკენ პიტიახშის მოქმედების ქმედება არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ მართველი წრეები ხშირად ირანელების დიდი ზეწოლის შედეგად, გადმობირების შედეგად, დაშინების შედეგად, თუ მოსყიდვის, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ტოვებენ ქრისტიანობას და იღებენ ცესთაყვანისმოებას. შესაძლოა ის პოდიუმი იყოს სწორედ ის სალოცავი, ცეცხლის სალოცავი, სხვათა შორის კარი, რომელიც აი ამ მასია წარმოდგენილი, აი ხედავთ, წესით მაზდეანურ სამლოცველოებში საკურთხეველი არ უნდა იყოს ისე იმ მდებარეობაში, რომ ანუ კარიდან პირდაპირ ხაზზე არ უნდა ჩანდეს და კარი გვერდზე უნდა იყოს გაჭრილი, სხვათა შორის დედოფლის მინდვრის წესზე. ასე, ახლა ასე დიდი სხვაობა როცა არის 5 საუკუნის ლამის, ახლა ესე პირდაპირ პარალელები არა, მაგრამ აშკარად ცეცხლის საკურთხეველი გონია. ოღონდ ჩვენ ამას ძალიან ისე როგორ გითხრა, ძალიან ფრთხილი ვარაუდის სახით წარმოვადგენთ და შესაძლოა ეს იყოს დანგრეული და გადამწვარი არადაუშვათ მაინც ადამიანის მომხდური მტრის მიერ და იმ დროს მტერი ირანი იყო, ხო? არამედ აი რელიგიურ ჭიდილს შეეწირა ეს სასახლე და დაუშვათ ეს იყო ბრძოლა ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის და აი ამ ბრძოლის ამსახველი რაღაც მატერიალური ძეგლი გვაქვს ჩვენ აქ წარმოდგენილი აი ამის სახით. ხო, აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. მეგონი ძალიან საინტერესო ძეგლი ვნახეთ და მე ერთი მინდა კიდევ სანამ კითხვებზე გადავა დავამატო, რომ ახლა თქვენ თვითონ ნახეთ რა მდგომარეობაშია და რა მუშაობა უწევდა. წესით ახლა ყველა კანონით ამ გადარჩენაზე უნდა იფიქროს შესაბამის მოორგანოება, მაგრამ აი ეს გათხრები არის უდიდესი ძალისხმევი სწორედ ამ ჯგუფის ბიზნესი დათოს და გიორგის, რომელიც ყველა მათ სტილობენ რომ მოიპოვონ და ფინანსება და წავიდნენ და თვითონ მუშაობენ ხანდახან სიცოცხლის რისკით, იმიტომ რომ დაბმულები ქარაბზე მუშაობდნენ 23-ში. დაბმული ხავდათ ეს თანამშრომლები რომ არ ჩავარდებიო ამაზე რომ გაიხარა და ეს მათი დიდი დამსახურებაა ჯგუფის ეს და აღნიშნა რომ სწორედ მათი ესეთი ენთუზიაზმით მოხდა ის რაც ჩვენ დღეს ვნახეთ. და იმედი გვაქვს ახლა ეს მუზეუმის ადმინისტრაციაც საქმის ხურშია და ვცდილობთ რომ დავეხმაროთ რაც შეგვიძლია და იმედი გვაქვს რომ გაგრძელდება, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რა ვიცი, ადგილზეც ვიყავი და ძალიან საინტერესო კომპლექსია. შეკითხვები თუ გაქვთ? კერამიკა არის ორიოდე ნატეხი ისიც გაშენებული გამომული, რომელსაც ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ ადრეშუა საუკუნეების არის ამ პერიოდის, მაგრამ არ არის სახიერი. საერთოდ არის ძალიან გაცლილი, არის კიდევ ძალიან ჩამსხრეული უწვრილეს ნატეხებამდე შემორჩენილი მინის ჭურჭელი. მინა არის, ოღონდ აზრს ვერ გამოიტანე მინა, გაშევებული გადამწვარიას. დამწვარი ალიზი იყო ის დამწვარი ალიზია თუ აგური როგორც ჩანს კედლები არის გამოუწვავი ალიზია გამოუწვავი, მაგრამ აი ეს ცალკე ვახდიახ ხო ჩვენ გქონდა ასეთი აზრი რომ როგორც ჩანს ეს ამან ფერი მიიღო მას შემდეგ რაც ხანძარში მოხდა, მაგრამ როცა უკვე საბოლოოდ გაითხარა ეს მეოთხე დარბაზი, სადაც აი 7 მეტრის სიგრძის კოჭები იყო. ხა ბუნებრივია რომ ამ კოჭებს საყრდენები უნდა ქონოდა აუცილებლად. ისე ვერ დაიჭერდა ხო თავის თავს. და დაახლოებით ცენტრალურ ნაწილშია ეს გროვები და თქვით რომ ეს აუცილებლად ჯერ უნდა გამომწვარიყო და მე ამით უნდა ყოფილიყო აგებული ის სვეტები რომ გამომწვარი ალიზი. გამომწვარი ალიზია რა. გამომწვარი ალიზი, ნუ ასე ვთქვა.
ნუ აგურს ვეძახი მე უკვე გამომწვევს. აგურია ხო, აგური. ალიზე აღარ არის. დახურულ სივრცეში სტელების განთავსება რით შეიძლება იყოს გამოწვეული კომარალის დაუშვათ გასკვენ თამეთს რომ დიაგნოზის კავშირებასთან დაკავშირებით შესაძლოა არ არის დიახ ხო ყველა სტელა რაც აქამდე ვიცოდით ვიცით რომ ყველა არის ღია სივრცეშია და ნუ ეს იყო რაღაცა მიღებული კანონად და ნუ ასე იყო ყველას ხო გჯეროდა ამის თვალს მოცილებულია, გადახურულია, მაგრამ არ არის გადახურული ისეთი მყარი კონსტრუქციით, რაღაცაში. ხო, მაგრამ თვალს ნამდვილად მოცილებულია და ჩვენ აქ სამი ვნახეთ, ფიქრობთ, რომ მეოთხეც უნდა მდგარიყო. თუ ახლა რაღაც სიმეტრიის იმებს გავითვალოთ, ალბათ მეოთხეც უნდა მდგარიყო. ერთ-ერთი კედლის გასწვრივ. ნუ ეს ვარაუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამი სტელა ნამდვილად გვაქვს ერთ დარბაზში. ეს დარბაზი გადახურულია. ალბათ მოფარებულია, სწორედ იმას რომ ხო, აი ხანდახან ჩდება ხოლმე ესეთი მომენტი, რომ თუ ამას ცეცხლის საკურთხევლად მივიჩნევთ, მაშინ ეს სტელები როგორ ეს ხო შეულებრივ ქრისტიანული სტელაა, ხო? მაგრამ როდესაც დავუშვათ რომელიღაც პიტიახში თუ გნებავთ, რა ვიცი, დაზნაურთ, რომელიც იღებს მაზდეანობას, ტოვებს ქრისტიანობას, ეს არ არის აუცილებელი, მაინცსა და მაინც რომ ოჯახის ყველა წევრმა იმას ქნას, ხო? ყველა წევრზე გადავიდეს. ვიღაცა რჩება ქრისტიანი და ასე რომ ალბათ ესეა. არ ვიცი. ეს წევრები გამრავლია მანამდე ხო, არა, ეგეჭი ქონდა ჩვენ რომ ვიღაცა შეიძლება მტერმა შემოსევის დროს მოვიდა და დაამტრია, მაგრამ ისია ჩაშლილი ეს ყველაფერი. ხო, რა ვიცი, ხო, ცეცხლის ზემოქმედებამ, არა, ქვებია ისეთი რომ ძალიან ადვილად ტყდება ეს წვრილ ნამსხვრევებად იქცევა რა. ქონდა ეგ აზრის რომ შესაძლოა ძალით ვინმე დაამტრია, მაგრამ როგორც ჩანს უფრო იმით არის და ცეცხლის ზემოქმედება. ბატონო? კედლის ქვევრი გამოსულას არა, კედლის ქვევრი გამოდის, იმიტომ რომ მე განახეთ არა. აი სამ ადგილას არის კონცენტრირებული მისი ნამსხვრევები. აქეთ-იქით არ გადის საერთოდ. ერთ ადგილას არის ჩაშლილი. აი ესეთი სიტუაციაა. აზრების და მოგაწოდეთ და კარგად ჩანდა ეს ორნამენტები. ეს ორნამენტები ბაგინებზე აი მეოთხე საუკუნის ფენაში ნახეთ ჩვენ ეგეთი და ბაგინებზე არის სწორედ მაგავე პერიოდის რაც მეოთხე საუკუნე ესეთივე საკურთხეველი, ესეთი დიდი არ არის მეტრი და 80 არა, მეტრი და 30 სანტიმეტრი, მეტრი და 30 სანტიმეტრია ესეთი მორტებიანი და შიგნით წმინდა ნაცარი არის შემორჩენილი. გამოგადგება ალბათ იმისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. ყველა ხარჯი ჩვენს დავსი არაფერი არ ქონია აქამდე და რა ვიცი, მე მინდა რომ წარმატება ვისურვოთ და მეტყველებს დაფინანსება მოიპოვოთ, იმიტომ რომ ბევრი კითხვაზე ხო კიდე ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ ბევრი კითხვას პასუხს სცემს, მაგრამ ძალიან ბევრი კიდე კი არა, კითხვები უამრავი გვაქვს და ალბათ ჩვენ თვითონ ვინც ვხედით ამ ძეგლს, ჩვენ უფრო მეტი კითხვა გვაქვს. კი, აუცილებლად. ბატონო დავით, მე თქვენთან რო ვიყავი, მაშინაც გამიჩნდა ეს კითხვა და ხომ არ დაზუსტებულა რამე პერიოდებთან, ხომ არ არის სხვა პერიოდიც რაიმე, იმიტომ რომ გეგმაში რო უყურებთ კედლებს, რაღაცნაირად ერთმანეთის მიმართ მარტი კუთხით მაინც არ არის გამართული და თითქოს უადგილას არის შეწყვეტილი ზოგ შემთხვევაში კედლები. შეიძლება ეს ისეთის დაბეჭდილება ბოლომდე რო არ არის გათხრილი, ალბათ მაგის გამო.
ხო, აი, ბოლომდე თუ გავხდით, მაშინ სხვა კედელი უნდა ავიღოთ და სხვა პერიოდი ხო არ არის მეტი. იქნება გვაჩვენოთ ისე და ეს ერთი კითხვა. მერე კიდევ სამარხი არის იქ როგორც ნახეთ გაშოტით მდგომარეობაში, ხო? ქრისტიანული აშკარად არ აჩვენს. ისეთ როგორ არის? ეს მე განახეთ შარშან რაც გაითხარა, ეს მეორე სამარხია და პირველი სამარხი არ მიჩვენებია, რომელსაც ახლდა ეს ბავშვის სამარხი იყო, პირველი სამარხი, რომელიც გაითხარა. აი თუ ჩანს მე მეკითხებს გეუბნები და შენობა და სხვანაირად არის მოტრიალებული. რა თქმა უნდა ეს დიდი ის არ არის სიმკაცე, მაგრამ რამოდენიმე შემთხვევა არის ისეთი, რომელიც ერთმანეთის მიმართ უნდა ყოფილიყო რაღაცა პარალელური კედლები. კაცრად აღმოსავლეთ დასავლეთ მხარემაზეა დამხრობილი ეს კედლები. ხო და ნუ რა ვიცი, ოდნავ არის გადაწეული. ხვრილის კედელზე არა ლაპარაკი, ტრაპეცია არის, საკე რამიზის კედლები არის თვითონ პროგრამაში. მესამე დარბაზი. პირველ დარბაზთან. დაზიანებები რა არა, რა ვიცი, ჩვენ ამ ტრაპეციას ვერ ხედავ და როცა გაითხრება მთლიანად ალბათ უნებრივია იქნება საბოლოოდ გამოჩნდება. არა, ჭრინია. ისმენ მე აპელები სპეციალისტი ვარ, მოგესალმება, აი თვითონ სტელა მომარგისიათ როგორი უნდა ყოფილიყო აღდგენილი, მან პარალელის მიხედვით რომ თქვა, ან ისეთ კალდატობას გამარმა. ისე როგორ არის? ვითხრას რომ ჩვენ ახლა კონსტრუქციის ნაწილს არ წარმოადგენს, არა თქვენი ძახით რომ რაღაცა სვეტი უნდა ყოფილიყო და კაპიტელი მერე ზემოთ დამაგრებული ამის დეტალი, ხო? აი რა უნდა ყოფილიყო, როგორც სტელას კიდე კაპიტელი ქონდა თუ ეს არა, სტელები არის სამნაწილიანი, ერთმანეთთან უნდა მაგრდებოდა დაუშვათ ბაზა, სტელის ბაზასა და სვეტს შორის კეთდებოდა ეს ღერაკი, რომელიც არა, გასაგებია, მაგრამ აი ნახეთ, აი ეს რომ ავიღეთ, აი ეს ცენტრში გამოჩნდა, აი ეს ოთხკუთხედი. ჩანს რომ მისი ბაზა ოთხკუთხა ყოფილა, მაგრამ ეს იმდენად წვრილ ნატეხებად არის დამსხრეული, რომ მეტი არაფერი აღარ ვიცით ჩვენ. რამ სიმაღლე, როგორი სიმაღლე იყო, რა სიმაღლე ჰქონდა. იცით რა, ამას უნდა დაჯდომა და წლები უნდა რომ ეს აღვადგინოთ, ძალიან წვრილ ნატეხებად არის დამსხრეული და მის აღდგენას კიდე ნუ ცალკე უნდა იჯდეს ადამიანი და აკეთოს ეს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის და ნახავდა ეხლა უბრალოდ აზრი გამოთქვი ასეთი რომ ხომ არ არის ეგ ნატეხები არა სტელების, არამედ ბაზების და იყო ის რამდენიმე ხის სვეტების ბაზებად. აი ეგეთი რაღაცა შეიძლება, იმიტომ რომ სტელას რატომაც სტელას რომ ვამბობ, წარმოგვიდგენია ის რაც შუა საუკუნეებში ბოდიში. ხო, იმ ადრეულ შუა საუკუნეებში ქრისტიანული სტელები იდგმებოდა ყოველთვის გარეთ. ეს იყო გამოსაჩენი. როგორც ამბობენ, რომ გაქრისტიანებას გადა ამას და ეს ნიშანი იყო. აი მაგაზინად შეიძლება ვიფიქროთ. ისე ძალიან საინტერესო გახდება. გახდეს პრობლემა არ ხდება პროგრამაში. რონა მე ბაბა გადავხადოს ისე კრამიტები ჩანს ზედაპირზე, მაგრამ იმდენად დიდი მასებია ჩაქცეული, რომ აი ქვემოთ რა არის? კი, კრამიტები ჩანს, ცოტა რომ მოჩით, მაგრამ იქ დგომა ძალიან რთული ის არის, ძალიან სასიშია, იმიტომ რომ სულ მუდმივად იშლება რა. ძალიან დიდი რაოდენობით არის ჩაქცეული, ზემოდან რაც არის, რისი დანახვა შეიძლება არის კრამიტები, მაგრამ ჩვენ ხო რამდენიმე კრამიტი ავიღეთ კიდეც იქიდან პირველ წლებში, მაგრამ თვითონ იქ დგომა და მისვლა არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს ერთ სამჯერ ჩაინგრა ეს
მიდამონა და ძალიან რთული ეს. დიახ. შუაბრინჯაოსის რატო არ აჩვენე? ხო, ის. ხო. ხო, იმ ჭურჭლების ეს მოწესრიგება უკვე ვეღარ იმასკენ. აი ამ ადგილას, ხო? აი ამ ადგილას ის არის რომ არის მითითებული. აი ამ ადგილას გამოვლდა შუაბრინჯაოს ხანის 10 ჭურჭელია, ხო, ბიზინა? დიდი მადლობა. მადლობთ. და